ირაკლი კეკელია, ანა კოშაძე, ხორ მოიწყინეთ წინაწაგების გამო. პირიქით, უფრო მეტი мотиваცია მაქვს რა ხარ წავა. მართლა? ობა, დანდობა არ იქნება. ისო ხო თქვა, ათრიეო, ათრი. არ გამდამრიოთ ახლა მთელი ისტორია შემეცლება, მაგით პარადოქსი არა აქ ალი? არ ვიცი, მეტი რამდენი არ ვიცი, თქვი სეზონის განმავლობაში რაზეც ვიცოდი იმებს. აი მუნი ბიჭი ხარ შენ. დიდი. საღამო ხანი იყო, მაისის დასაწყისი. მოსებაკეს პატარა ბაღი ჯერაც არ გაიღო და არც ყვავილების ხეებში. არ მომიხსნი მოგისმე. ჯობია იყო რომში მესამე ვიდრე მეოთხე, ამიტომ მესამე ადგილის მფლობელი უნდა გამოვავლინოთ მაძიებლის მეორე სეზონში. ეს ფრაზა ორიგინალის ხანერი ჟღერდა, მაგრამ მე გადავაკეთე როგორც დიდმა გადამკეთებელმა. მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ახართ? კარგად. თავად გადასარევად, ირაკლი კეკელია, ანა კოშაძე, ერთხელ გამარჯვებულნი და შემდეგ დამარცხებული ადამიანები, მაგრამ ამჯერად ვიღაცას ორი გამარჯვება დაუგროვდება სეზონში, იმიტომ რომ მესამე ადგილოსან უნდა გამოვავლინოთ. ისე კი ორი შესანიშნავი პიროვნება არის ნამდვილად ყველანაირად შეიძლება საქებარი სიტყვები არ დავიშურო. სანამ თამაშს დავიწყებთ, მე აუცილებლად აღნიშნავ, რომ ჩვენი სეზონის პარტნიორია ბიბლუსი და მადლობა ბიბლუს ამისთვის. ასევე ჩვენი მხარდამჭერია PSP, რომლის საჩუქრებიც ორივემ უკვე მიიღეთ პრინციპში. ჩვენი გადამღები და გადაღებას აორგანიზებს და უზრუნველყოფს Click Production-ი, ხოლო ჩვენს მუსიკალურ მხარეს უზრუნველყოფს Heima Production და მოკლედ ჩვენი მეგობრები არიან ესენი და დიდი მადლობა მათ ყველას. დღეს კი ვითამაშებთ ძალიან საინტერესო კითხვებზე იმავე ფორმატში, ცხადია. მაგრამ ვინც გაიმარჯვებს, ის უკვე კიდევ დამატებით მესამე ადგილისთვის განყოფნილ პრიზს მიიღებს, ფულად პრიზს ამ შემთხვევაში, ცოტა სიმბოლურ თანხას, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ, დაფასდება მისი გარჯა. ხო, და მოკლედ ჩვენი სეზონის განმავლობაში, ვინც შემდეგ უკვე ფინალში დამარცხდება, ისიც მიიღებს აუცილებლად ასეთ პრიზს. ის გადაგვრჩენია, რომ თამაში დავიწყოთ, ისე როგორ ხართ? ხორ მოიწყინეთ წინაწაგების გამო? არა. არა ვითარი. პირიქით, უფრო მეტი мотиваცია მაქვს რა ხარ წავა. მართლა? ობა, დანდობა არ იქნება. ერთიანი თუ გერბი? ნიკო ხო თქვა, ათრიეო, ათრი. დავუთმობ თავად და ერთშიას ერთიანი თუ გერბი? იყოს ერთიანი ამჯერ. ერთიანი. ოპა, საწავიდა. გერბი. ირაკლი, ამიტომ შენ შეგიძლია აირჩიო, რომ არ დაიწყო. და მეტი საქმე შეგვიძლია. შენ როგორ მირჩევნი? ხო, და რა დოსიე. მე დავიწყო თუ შენ დაიწყო? მე მირჩევნია, მე დავიწყო. მაშინ დაიწყეს. მადლობა. მე გამოიცნობ ორი ნოტი და რაღაც ეგეთი ის იყო. მაშინ დაიწყე. გამოიცენ. კარგი. დავიწყოთ. სანამ რეკვიზიტი მოდის, მანამდე შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და გააზიაროთ იგი სოციალურ ქსელებში. კომენტარებში ძალიან ნუ გადაგვივლით. ირაკლი არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე გამოცდილი ქართველი იუთუბერი, პირდაპირ ქართული იუთუბის ფესვებთან და საწყისებთან მდგომი და ესეთი რაღაცები არის. მე დამავიწყდა ახლა მაგის თქმა, რომ ამოიწერეთ. ზარის ღილაკის მონიშნეთ აუცილებლად. დიდი მადლობა შენ. მე სულ მოვიწყდება. არ ვუყურე. საჩორის ვიღაცებს რომ გაუზიარე რომ მაინერი გვეყოლება მეთქი ამ სეზონში მოთამაშე მითხრეს რომ აუ ჩემი საყვარელი იუთუბერიაო და ძალიან დიდი მადლობა. ბა დააფასე ხა შესაბამისად. კაი, ნახოთ პირველი მინიშნება. ინებეთ პირველი მინიშნება. ანა. ეცნობა. ხო და რაღაცა თანამედროვე ქორეოგრაფიიდან ამოღებული კადრია აშკარად. არ ვიცი, შეიძლება. თანამედროვე ხო რაღაც მოდერნ ბალეტი ხო თუ რა ქვია ფინა რაღაცა შეიძლება ცნობილი დადგმა რამე ეგეთი. არ ვიცი, რამდენი არ ვიცი თქვი სეზონის განმავლობაში, რაზეც ვიცოდი იმებს. აი მუნი ბიჭი ხარ შენ. დიდი.
არ ვიცი. ჯიბიდან გავარდნილი. მეც დავამატებ, რომ არ ვიცი. ალბათ მეორე მინიშნება დამეხმარება თუ რა თქმა უნდა ირაკლი არ გარისხავს და არ იტყვის. კეთილი. გადავაბარეთ. გადაულოც. თუ გინდა გეკეთოს, არ მოიხსნა, თუ გინდა გეკეთოს, ისე იმსჯელო. რაღაცა თანამედროვე ქორეოგრაფიის ელემენტი უნდა იყოს. არ ვიცი რამდენად არის ქართული ცეკვის ელემენტი აი ამ ალბათ გათანამედროვებულში იქნა გამომდინარე რომ რაღაც თანამედროვე კაბაცია და რა ჯოხა ხალხი და ის რა სტანდარტულად ქართულ მანდილოსნებს აცვიათ ცეკვის დროს, მაგრამ რამდენიმე ვარიანტი მაქვს. ერთი არის ილიკო სოხიშვილი ახლა ეს ბოლო პერიოდი, პრინციპში ბოლო პერიოდი არა რაღაც გარკვეული დროის წინ თითქოს კრიტიკის ქარცეთში გაატარეს. მაგრამ ჩემს ას დავაფიქსირებ, ბევრი შეიძლება სულაც არ დამეთანხმოს, მაგრამ ის რომ მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნის ცეკვა 21 საუკუნეში ზუსტად იგივენაირად გამოიყურება, რაღაც ხო იმაზე მეტყველოს რომ კულტურა არ ვითარდება, მაგრამ კულტურას განვითარება ჭირდება და რაღაც სიახლეების შემატება. მე ხელს მოვაწერ მაგ მოსაზრებას. ასე რომ მე პირადად ძალიან მომწონს ის ამბავი რომ თანამედროვე ცეკვები ესე რაც მოდერნიზაციას გადის, თანამედროვდება. ხო, ეს ისე უბრალოდ ლირიული გადახვევა. ხოლო ამ იმას ვერსიას რაც შეეხება რომელსაც ახლა ამ წამს რა თქმა უნდა არ დავაფიქსირებ იყოს სუხიშვილი, ალბათ ილიკო, ნახავთ, რავი, მე უკვე მეორე საინტერესოა. კაი, ეს დავტოვოთ. ეს დავტოვოთ და მოიხსენი, დიდი სამსახურო შედევრები იქნება ხოლმე აქ თამაშის განმავლობაში და მეორე მინიშნება უნდა მოვისმინოთ, მეგობრებო. ქართული ნამდვილი კლასიკა. ის უნდა იყოს სადა ძალიან, ის უნდა იყოს თავდაჭერილი ძალიან. მამაკაცის არ ყოფილი თაყვანისება ქალის მიმართ და ქალის მედიდურობა და სიამაყე. ეს იყო. უსასმენები ირაკლი? გინდა? კი. კეთილი? ქართული ნამდვილი კლასიკა. ის უნდა იყოს სადა ძალიან, ის უნდა იყოს თავდაჭერილი ძალიან. მამაკაცის არ ყოფილი თაყვანისება ქალის მიმართ და ქალის მედიდურობა და სიამაყე. ასეთი ამბავია. ნინო რამიშვილისკენ წავედი, არ მახსოვს ოღონდ მისი ხმა. რადგან ისეთი სუხიშვილებს ქვია ქართული ნაციონალური ბალეტი. აქ ბალეტის ელემენტებიც იგრძნობა. რაღაცა თან თითქოს ეგრე მარტივად არ იქნებოდა საქმე. შეიძლება ვიღაცისთვის მარტივად, ვიღაცისთვის ნაკლებ მარტივად. მაგრამ აი რაღაცა სიტყვებიც ისეთია, თითქოს კლასიკაზე არ იქნება ლაპარაკი და დავუშვათ რაღაც. ნინო ანანიაშვილზე. კეთილი, არ ვიცი. რამეს იყოს, მოდი გავისკავ. გარისკავ ისევ დაბრუნდა. დაბრუნდა შემოში რისკი. თამაშს. და სისხლის ზურა. იყოს. ნინო რამიშვილი. აფიქსირებ. კი. დააფიქსირა ამ პასუხი, ისევ თავისი რისკიანი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. დააფიქსირა პასუხი პირველი პოსტერიდან გამომდინარეც და მეორე ხმიდან გამომდინარეც. და 3-0 ხდება ანგარიში, ეს სწორი პასუხია აბსოლუტურად. ეს იყო ნინო რამიშვილი. ნინო რამიშვილი ირაკლი მსჯელობდა სუხიშვილის შესახებ და მერე დაფიქდა და მაგრამ ანუ სწორი ფენი, იმიტომ რომ შემდეგ რამიშვილზე ალბათ უკვე რახან ქალი მივაწერე ქალს მოусმინე მეუღლე მეთქი მთლიან. თავად ნინოს ხმა იყო, რომელიც კონკრეტულად ქართულ ცეკვაზე მსჯელობდა. სხვა შორის სუხიშვილებმა ბევრი ცეკვა, სხვადასხვა ელემენტები რო ნახეს ხალხში, მერე თვითონ შექმნეს. ხო, ეს არ ბევრს გონია, რომ ეს არის უძველესი ცეკვები, ეს არის სუხიშვილების შექმნილი ცეკვები და მით უფრო შერაც თქვი მაგას დაკავშირებით, მით უფრო ეს არის მე გამართლებულია, რომ თავისუფლად მოგონებული ცეკვა, რასაც უნდა იმას უზავენ, ხო? მაგრამ კლასიკა, რაც ქართული ცეკვაა, ეს გამოცეკვება რაც ხდება, ის უნდა შევინარჩუნოთ. ხო, და ეს არის პინა ბაუშის პოსტერი, ვიმ ვენდერსმა გადაიღო ფილმი პინა ბაუში, პინა ბაუში ითვლება მსოფლიო თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთ
სულის ჩამდგმელად და ყველაზე ცნობილ ქორეოგრაფად და პინაც მაგრამ ქორეოგრაფია იკითხებოდა აქედან ეს კარგი იყო. სხვა შორის შემდეგი მინიშნება იყო აუდიო, მოდი გავაჟღეროთ. ეს კეთო და კოტედან არის ნინო ცეკვავს, ჯეირანი. და ნინო ცეკვავს თვითონ. მარტო ნინო ცეკვავს და თან მგონი სხვა არავინ. და ეს ხო ბოლო მინიშნება. მანდილი და ჩამეგდო თქვენ შორის. მაგრამ არ ჭირდება მან. არ მივიდა მაგამდე. ნახოთ ნინო რამიშულზე უფრო მეტი რამ გავიგოთ. სახელი ნინო რამიშვილი. დაბადების დრო 1910 წლის 19 იანვარი. პროფესია მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, ქორეოგრაფი. მოღვაწეობა საბალეტო სკოლაში სწავლის შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტად იყვანენ. თითქმის 10 წლიანი კარიერის განმავლობაში ასრულებს პარტიებს ოპერებში აბესალომ და ეთერი, დაისი, თქმულება შოთა რუსთაველზე და სხვა. მოგვიანებით იწყებს ქართულ ცეკვაზე ზრუნვას და 1945 წელს მეუღლესთან ილიკო სუხიშვილთან ერთად აარსებს ანსამბლს, რომელიც დღეს ცნობილია როგორც ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილები. 1972 წლამდე არის ანსამბლის სოლისტი და ცეკვის პედაგოგი, შემდეგ კი მთავარი ქორეოგრაფი. შემოქმედება რამიშვილის სახელს უკავშირდება ცეკვები ჯეირანი, მუხამბაზი, მთიულური სამაია და მრავალი სხვა. დავიწყეთ თამაში, თუმცა თამაში უნდა გავაგრძელოთ კიდევაც, ხოლო დაწყება არ კმარა, ამიტომ მეორე დოსიეზე გადავდივართ, ამჯერად ირაკლის ექნება უპირატესობა. როგორ დამითმოდით სულ უპირატესობა? ნამდვილად რომ მოვიგო ბოლოში შეიც როგორ დანაშაულს ეკნება მეკნება ირაკი. ზუსტად მაგითო ეგეთი გასვლა მქონდა რომ პირველი მინიშნება. აუგუსტ რინბერგის წითელი ოთახი. და სანამ შეელობას დავიწყებ, კიდევ ერთი რა იყო, იცი? რომ წავაგო იტყვიან ზატო კაი ტიპია. აი, რა ფიქრი ქონია. აუგუსტ სტრინდბერგი წითელი ოთახი. წითელი ოთახი. ვისი თარგმანია უნდა ხუცე? შეგიძლიათ. ლიკა ჩაფიძე. საღამო ხანი იყო, მაისის დასაწყისი. მოსებაკეს პატარა ბაღი ჯერაც არ გაიღო და არც ყვავილების ყვლები ამოეთხარათ. თეთრ ყვავილებს შარშან ჩამოცენილი ფოთლების გროვებში ამოეყოთ თავები. მალე დაასრულებდნენ კიდეც, ისედაც ხანმოკლე არსებობას. დაასპარეს მსხლის უნაყოფო ხეებს მომიხსნი მოგისმე. არა. წითელი ოთახი. წითელი ოთახი, ნუ რაღაც აბჭოურ თემატიკასთან უნდა ასოცირდებოდეს წესით და რიგით. წითელი ოთახი რამე ის ამბავი ხო არ არის ოთახი, სადაც ასმენდნენ. ადამიანი უნდა გამოვიდეს. არა, ეგ ვიცი, გასაგებია, მაგრამ ვინმე ჩეკისტი, მსოფლიო კლასიკა წითელი ოთახი. აი, ნუ მოდი ამ ეტაპზე ჯერჯერობით ისე ვერსიას გავაჟღერებ, რომელსაც არ დავაფიქსირებ, რაღაც სტალინისკენ მივდივარ, არ ვიცი ჯერჯერობით, ნუ სიწითლის გამო. სიწითლის გამო. ლოგიკური არის, მაგრამ არ ვაფიქსირებთ. კაი. ანა? რა წაიკითხე? დაიწყო ძალიან გემრიელად კითხვა. არ მაქვს სამწუხაროდ საკითხული. შეიძლება ხო? შეიძლება, არ ვიცი რამდენად დიდი აზრი აქვს მაგას, მაგრამ შეიძლება ფერის ამბავი იყოს, შეიძლება პერიოდის, შეიძლება იმის რომ შვედეთთან რომ ეკავში, შვედია? კი, შვედი. კაი, არის. არის. კაი. ირაკლი? გქონდა ვერსია? რაღაცა კი. შემდეგი მინიშნება, მეგობრებო. ალბათ 4-ვე გეცნოთ. უსასმო. აი, ხო ვიცენებ ფაქტს, რომელიც არის ფაქტია, ლეგენდაა თუ რა არის, მაგრამ მე როგორც მახსოვს. ლეგენდები გვიყვარს ამ შოუში.
ვაჟამ ჭიდაობაში მოუგო სტალინს ესეც. შეიძლება ვცდები. დიდებული ქართული მწერალი, წითელი ოთახი. იოსებ სტალინი რო თქვა ახლა. შეიძლება იმდენად აბსურდული იყოს დამკვირვებაში იმდენს უყვარს სტალინი, მე ხო ვიცი მართლა გადამივლიან და მეზარები. მაგრამ მეზარება. მე კი არა, მე რამდვალიშვილი რა ვიცი, ლამის. თავდება ჩემი სიმღერა. ხო და ერთი ეგ ვარიანტი, მეორე სტალინს უტრიალებ ისევ მან. მარტო სტალინს არა, ეხლა ჯავახიშვილზეც ვფიქრობ. აი, მოდი ჯერ ისე თავ შევიკავებ. ერთის და ანუ ორი ისეთი ურთიერთგამომრიცხავი პერსონაჟი მყავს. იმაში. სხვადასხვა მიმართულებით მიდის, მაგათი ლოგიკა. მაგრამ ნუ ლოგიკა ორივეს აქვს, რა. გავიგე. დააფიქსირა. არა, არ დააფიქსირა. ვერსია კიდე ერთი გაჩნდა, მაგრამ არ დააფიქსირა. შენ თუ რამეს გეუბნება ეგ ხალხი? არაფერს. ვინ არის ეგ? ხო, ხან ვერ ვაკავშირებ აი ამ ორს ერთმანეთთან რაღაცა სიწითლე, წითელი ოთახი. შოთა ილია კაგივაჟა და გალაქტია. აბა, რა ხდება ნეტარაზე ფიქრობ. მაგოთ ხო ვაკავშირებ ერთმანეთთან. ხო, რაღაც. მაგრამ ხო. მაგრამ რაღაცა ვაკავშირებთ მაგათ კიდე ხო და რა. პირველ მინიშნებასთან. ხო, თან მოვლენა არა. ადამიანი, საბოლოო ჯამში ადამიანია გამოსავსე. მესამე ხო არ ვნახოთ? ხო, არ ვიცი, ნახოთ მას. დაი. მოგწე. ერთი ვერსია მოდები და ის ვაფშე ისეთი არის, მაგრამ მაგის ლოგიკასაც მე ავხსნე. მესამე მინიშნება ძვირფასო მეგობრებო. ფირის. ნებოები. მაქვს უფლება რომ გავხსნათ ფიგმის არის. აუ ერთი ესეთი ვერსია მქონდა. აი რა თქმა უნდა, ალბათ ახლა ფირის მე აბსურდული. ესე ვიფიქრე მეთქი, ეს ხო 4 არის თქო გაყოფილი. აქ კიდე წითელი ფონია თქო, მეთქი საქართველოს დროშის შემქმნელი ხო არ არის თქო და სტილობდი გამეხსენები, მაგრამ ალბათ ვერ გავიხსენებ. გიორგის ქორწილია? დია ფილმი გამახსენდა, ვისაც გაგახსენდათ. დია ფილმი. ხო, კონკრეტული ფოტოების გაშიფროს, აქ სიმართლე გითხრა. უბრალოდ დავათვალე. ფოტო ფირი, წითელი ოთახი, ვახ. ერთგულიანს რო დაველოდო და ეხლა რო არ გავრისკო. თუ ვინმეზე ფიქრობ გარისკოს. არ ვიცი, არც ერთზე და არც მეორეზე გულს ველოდო. ვინც მანამდე იყვნენ? ხო, არც ერთზე რა, რეალურად. მიატოვე ეგენი. ესე იგი. გეთილი. წითელი ოთახი. აი, მოდი მაინც უბრალოდ ვიტყვი ჯავახიშვილი. გინდა რომ გარისკო, აბა რომ მივატოვე, მიუბრუნდი. უბრალოდ ვიტყვი. ასე გადაწყვიტე. საბოლოოა. ჯობი. მაგრამ საქართველოს დროშის ვერსია უფრო მომწონს. კი, მაგრამ ნუ ეგ შეიქმნა როზის. არ ვიცი რატო ჯავახიშვილი წარმოდგენა არ შეიძლება საუხსნა, შეიძლება ეგ იყოს კიდეც, მაგრამ მაინც ვერ ახსნა, მაგრამ მგონია რომ არა. ისე აგენტებს კითხვას რო ასწავლე. კი, გამოგადგებოდათ ეგ უნარი. დააფიქსირა ირაკლი. დააფიქსირა? მეც არა. ამიტომ შენ შეგიძლია ახლა თამამად იმსჯელო. პრინციპში დაინახავდი რაც. ცირა, შიგნით? ხო, ფირია, მაგრამ არ მგონია ხარა რამე იმ დროინდელი იყოს აქ ახვეჭდილი. და ეგეთი რელიკვია. ესეთი იყოს. არავინ მოგწევ. ამ ფორმით. იცი საიტავედი, ოღონდ ამ წითელ ოთახს ვერ ვაკავშირებ. მიკოლოზ ბარათაშვილის ფოტო არ არსებობს. არ არსებობს. ხო და რაღაცა უცებ. რაღაც ერთი ძველი ნახატი არსებობს და რომელიც იქიდან არის ერთადერთი. არა.
რომელითაც ძეგლი და რაღაცა ყველაფერი ვიცით და ეს ლამაზი პირის სახე და რაღაცა ეგ მოგვიანებით არის შექმნილი. ძველი იპოვეს არქივებში, რომელთაც სრულიად სხვანაირი გამოდის, ცოტა უფრო მოსული, რაღაცა სხვანაირი სახით, თუმცა დადგენილი არც ერთი არ არის. ხო და აი ნუ რა ვიცი ამ ადამიანებთან ფირი იყოს. გინდა რომ გაიწყო ბოლოვე იმას არ დაელოდებ. კიდევ ერთი. შენ ერთი ქულა გაქვს უკვე ისე. თუ გინდა გარისკე და ორი ქულის შანსი, თუ არა, კიდევ ერთი მინიშნება. ერთი მინიშნება დარჩენილია. შენ გეტყვი მე ჩემ ვერსიას. არა, მე კიდევ უფრო დანაშაულის შექცნება მექნება. ეს იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი. ნიკოლოზ ბარათაშვილი ქონა? არ ვიცი. კაი. მოდი, იყოს ნიკოლოზ ბარათაშვილი. იყოს. კი. რისკიანი სტრატეგია არ შევცვალოთ და ჩავარდა ეს კითხვა. აცადერა. აბა ბოლო მინიშნებაც აგიკითხავ. აბა. ისტორიკოს გიორგი ჯავახიშვილის მოსაზრება მასზე. მე-19 საუკუნის რუსეთისთვის კავკასია იყო ეგზოტიკური, მშვენიერი და ამავდროულად ზარდამცემი ადგილი. მაშინ, როცა ის ამ რეგიონში კამერით დადიოდა, რუსეთის საზოგადოება კავკასიას მხოლოდ ლიტერატურიდან და ნახატებიდან იცნობდა. ქართველი. არის მომცემი არა ჩემს ეგ მინიშნება გულწრფელად. ქართველი ფოტოგრაფი მოკლედ არავინ გახსენდით. რომელიღაც ერთ-ერთ წინა თამაშზე ვახსენეთ. შენ თამაშზე ხო არა? მინდა ეს არის ალექსანდრე როინაშვილი. ხო, ახსენეთ, მართალი, მე უსმენდი. უსმენდი, ხო? მე მგონი თორესა მსჯელობდა მაგაზე როინაშვილი რო ახსენე. წითელ ოთახში ხდება გამჟღავნება, ხდებოდა ყოველ შემთხვევაში თავის დროზე ფოტოგრაფიის სპეციალური წითელი ოთახი გასამჟღავნება, ნუ პირდაპირია. ეს 4-ვე ყველაზე ცნობილი ამ ადამიანის ფოტო როინაშვილის გადაღებულია, სხვათა შორის და მისი დამსახურება რომ ესე ზუსტად შემოგრჩა ეს 4 შესანიშნავი. არა, რატო შორს ვიტყვი. ეს შემიძლია ვთქვა რომ ჯერჯერობით სეზონის ყველაზე რთული კითხვა იყო. მართლა? კი. ნუ ფინალში მე შეიძლება ცოტა უფრო გართულდეს კიდე, მაგრამ ჯერჯერობით სეზონში. ხო, ეგ უკვე ვერზე. მაგრამ ჯერჯერობით ყველაზე რთული კითხვა იყო. ნახოთ ალექსანდრე როინაშვილის ამბავი. სახელი ალექსანდრე როინაშვილი, პროფესია ფოტოგრაფი, მოღვაწეობა ახალგაზრდა ალექსანდრე ვაჭრობას თავსანებებს და თბილისში ჩადის. დავით სარაჯიშვილის ძველ სახლში ხსნის თავის ფოტოსახელოსნოს და ხდება პირველი ქართველი ფოტოგრაფი. იღებს საზოგადო მოღვაწეების ფოტოებს, რომელთა შორისაა აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და სხვები. მოგზაურობს დაღესტანში, აგროვებს ნუმიზმატურ და ეთნოგრაფიულ მასალას. სამზადის სიცხებს კავკასიური მუზეუმის გასახსნელად. 36 წლის ასაკში წერს ანდერძს და მთელ ქონებას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უტოვებს. კიდევ ერთი დოსიე ითხოვს გამოძიებას და ირაკლი და ანა შეეცდებიან პასუხები გასცენ ისტორიის ყველაზე ამოცნობ კითხვებს. თუ როგორ არის ეგ არ ვიცი. ნახოთ, ამჯერად ვისია უპირატესობა ანას? გამოუშ. პატივცემულო ანა. მერტო რამე ისეთი იყოს. ეგრევე პასუხი რა იყო. ხო, აი პირველი ეს. და ის უპირატესობა. პირველივეზე პასუხს ყველა ვარიანტში ძალიან რისკავა, აი რა უნდა იყოს რა პირველი. აქ იყო. პირველი მინიშნება. გამოსაცნობი ადამიანი შეგახსენე. არ ვიცი. არა 1900 წელი, არ ვიცი. აზრით არ აქვს შენი აზრით. არა, იმიტომ რომ ხო ვერაფერს ვერ ვარ. უბრალოდ არ ვიცი ვინ არის და შეიძლება მეშლებოდეს, მაგრამ ეს წესი და რიგით მიტროფანე ლაღიძეა და დავაფიქსირებ ჩემს ვერსიას. მოიცა კაც, ქალი. არა, მოიც მიტროფანე ლაღიძე მე არა, ქალი? არ განდამრიოთ ახლა მთელი ისტორია შემეცლება მაგით პარადოქსი არა ქალი? მიტროფანე ლაღიძე კაცია. კაცია, ოკეი. ეს ქალბატონია. და დანარჩენი არ ვიცი, შეიძლება რაღაც უკავშირდებოდეს, ან არ უკავშირდებოდეს. არა, მეჯო, მაშინ. Starbucks-ის ნახევარი ის. რაღაცა დუქანის ის არის, ვითომ? აქ წარწერაა ჩამოჭრილი, რაც მინიშნებას უნდა მაძლევდეს, პირველი არის ესეთი ასო. Так, მოდი ახლა მე აქ ვეცდები რომ
ჩემს ფანტაზიას მივცე იმის საშუალება, რომ აი მაგრამ ესე ვცდილობ. მოვიშნო და Shift და F5-ს მივაჭირო. Photoshop-ში ეგრე ავსებს. Цариელ სივრცეს. 1900 წელი. აი მე 1900 წელი. დაწესებულების, ვახ, ბიჭო, რატომ მეგონა რომ ხალი იყო? მართლა ეგრე მეგონა. მართლა? მიტროფანე ძალიან ეს. ოკეი, პო, კაცმა შექმნა ხალხო, თუ ეგეც არ არის. რაღაც სასმელი საქართველოში არ არის ხალი შექმნილი? არ ვიცი. არა, შეიძლება იყოს. ბატონო მიტროფანე. მე მხოლოდ იმ ფაქტს გეუბნები, რომ მიტროფანე ოღონდ კაცი. დამთავრდა. ვახ. რაიცე? ო, რატომ გონია რომ რაღაცა მაქვს ნანახი, მყავს ნანახი. აქვს ნანახი. სადღაც რაღაცა გეცნობა აშკარად და გიღიტინებს. კი და ანუ ასტორიასთან სადღაც მაქვს ნანახი მეგობრი ორთაჭალისკენ დაახლოებით რაღაც მან გონი. თუ გინდა გარისკე რა ვიცი. არა, რა უნდა გავცხოთ მიტროფანე ლაღიძეს ხო არ ვიცი. მაგრამ ეგრო იყოს ხო გავგიჟდა. შეიძლება მისით სოლია და იმდენად კბილი იყო როგორც ლაღიძის წყალი და შეიძლება. რომან 1900 წელი. 1900 წელი. აი 1900 მოვინიშნავ, ამ გოგოს უცებ გადავიხატავ და მიდი. ვა რაღაც დაწესებულების რაღაცა უნდა იყოს წესით, იმიტომ რომ აქ გამოკრული არის რაღაც, მაგრამ ამავდროულად ქართული ასოები წესით არიგით არ არის, იმიტომ რომ ეს ან ძ არის, რაც წინა სიტყვის ბოლოში არ უნდა იყოს, ან იუ არის ესეთი ლათინური, რაც რაც საქართველოს ისტორიაში. კაი 1900 მოვინიშნავ დაწესებულებას კონებაში მოვინიშნავ და კარგ მუსიკას მოვუსმენ. კეთილი. ანა, რამდენი მსჯელა? ბევრი იმსჯელა და მეორე მინიშნება სპეციალურად თქვენთვის. მეგობრებო. მეურს ვერ მახსოვდა ეგ ამბავი. მეორე მინიშნება. ანა. ხუთას მენი ახლა უკვე? ისეთი რეაქცია ქა. This intellectual beverage, ჯონ ბენბეკ. ეტიკეტია. ბორჯომი სარაჯიშვილზე ეს არ იქნებოდა. მოიცა, არა, არც ბორჯომი. რა გვაქვს კიდე? ადამიანია გამოსაცნობი შეგახსენებ. ხო. ბატონი ბორჯომი ეკეთებ. მე ბორჯომი, ვიცი, ვისი სახელი ეწოდა? ბორჯომი. კაცი თენგიზ იყო ეგეთი. ბორჯომი. თენგიზ ბორჯომი. აბა, სარეჯიშვილი ხო არ არის? გულისხმობ კონიაკის მწარმოებელს. ხო, და არა, იმიტომ რომ ის ხო არის, ანუ ბანო. ვანო არა. სარეჯიშვილი მომღერალი. დავით იყო, ხო? დავითი იყო კონიაკის მახსოვს, ხო. ქემის, მაგრამ ეს არის თვითონ. ვინც აკეთებს ქიმიკოსი არა, ალბათ რა ხო რა. რაღაც შემხსნები. მაგრამ ეს ეტიო. უბრალოდ კონიაკის ეტიკეტსაც რო არ გვაქვს. ეს ვინდა ისეთი. კაი, გავსკ. გარისკა. ეგე. და ეს არის იმიტომ რომ ხო რა, სარეჯიშვილი. სარეჯიშვილი. ხო. დავით სარეჯიშვილი. დავით სარეჯიშვილი. შეიძლება კონიაკის ეტიკეტი სულაც არ არის, უბრალოდ ეტიკეტის ამბავშია და რაღაცა. დაბოლოა. კი. მივიღე. დააფიქსირა ანა თავისი ვერსია, დააფიქსირა ვერსია და არ არის პასუხი. არ არის ორი პასუხი და გადაინაცვლეს F-ს ორი. მიტროფანე ლაღიძე არის სწორი პასუხი. და უნდა დამეფიქსირებინა პირველი ვერსი, მაგრამ არც დაიცდი. არა, პირდაპირ. პირდაპირ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ლაღიძის ის ლოგო და როგორ ვერ გავიხსენე. აი რატომ იცი რა, თავიდან პირველივე თქვა მიტროფანე ლაღიძე, ოღონდ თქვა რომ ეს არისო მიტროფანე ლაღიძე და ეს კალია. მე რატომაც მართლა მეგონა რომ ანუ მართლა არასდროს მიტროფანე ლაღიძე არ მინახავს. ხო, აი არა ხო რა, შორსორონდა, მან ნახეთ მიტროფანე ლაღიძე დამიდეთ. ანუ ეს მისი მეუღლეა ამ ქალბატონის ისტორია თუ ვიცი. აი ესე გამოიყურებოდა ბატონი მიტროფანე. არა, ნამდვილად. ეს როგორი დაწესებთ თვით? რა? შემოვიდა ბადების.
ხო, ეს იყო შემდეგი. აუ, ის ლაღიძის ხაჭაპურებიც ხო არ არის? ნიშნება არა. აუ, უნდა მეთქვა, უნდა გამერისკა, მაგრამ ის რო ქალი არ არის, ეგ ვახ, რატომ მეგონა? ოჩახ, არც არხულის ლიმონათი არის საერთოდ მიტროფან ლაღიძის ნოუ-ჰაუ, ეგეთი რამე. ხო, არც გამხსენებია ლაღიძის. ეს ჯონ პემბერტონია, კოკა-კოლას შემქმნელი. ეგაც თქვი რომ კოკა-კოლაო, კინაღა ფაქტობრივად იწინასწარმეტყველე რა იქნებოდა შემდეგი მინიშნება და ტექსტი იყო ასევე გაზეთ ტარტაროზიდან თუ ავადმყოფი აბესალომი განკურნებისთვის უკვდავების წყაროს ალგეთში ეძებდა ასეთი წყარო ჩვენ თბილისში რუსთაველის პროსპექტზე საოპერო თეატრის გვერდითა გვაქვს. ესეთი მინიშნება იყო. რატებელი ვარ. არა. პეტრიაშვილზე დავყავდი ბებიაჩევს ბაღში. და სულ მიწევდა იმ თვის გავლა, სადაც ეს ჩამოსასხმელი ის იყო, იმიტომ რომ რუსთავის მეტონა რომ მოდიოდი და რომ გადიოდი იმ პატარა არკებს, გიწევდა მოპირდაპირე მხარეს ამის ნახვა ყოველდღიურად. ადგილი იყო იქ. და ეს ბავშვური მეხსიერება, ხო იცი როგორი ის ასხარტია, რომ ისრუტავს ესე და იმიტომ არა თავიდან ძალიან ზუსტად ასოციაციურად გადახსენდა უბრალოდ ხო, მე. მე მარტო სერიოზულად ხალხს ვაღიარ. 3 მიტროფანე ლაღიძის ამბავი მოვისვა. ოჩახ, კაი იყო. სახელი მიტროფანე ლაღიძე, დაბადების ადგილი სოფელი ჭოლევი, ქუთაისი. პროფესია აფთიაქარი, მეწარმე, საზოგადო მოღვაწე. საქმიანობა 1887 წელს ხილის სიროფით ქმნის გაზიან სასმელს, რითიც საფუძველი ეყრება ქართული უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების წარმოებას. მისი რეცეპტები ქიმიური არომატიზატორების ნაცვლად ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებას მოიაზრებს. მოგვიანებით თბილისში ხსნის საწარმოს, რომელიც ლაღიძის წყლების სახელით ხდება ცნობილი და ქვეყნის კულინარიულ მემკვიდრეობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. საქმეზე გადავდივართ, ძვირფასო მაყურებლებო, პირველი საქმე უნდა გამოვიძიოთ, ირაკლის უპირატესობით წარიმართება ამ შემთხვევაში ეს განხილვა გამოძიება. არა, რაღაცნაირად მოვდუნდი ამ თამაშზე უკვე. ანუ სულთან არ ვამბობ, არ ნერვიულობის და ძალიან. პირველი მინიშნება. პაჭიერო ამოიწურა. პირველი მინიშნება, მეგობრებო. მოიცა, კიდე უფრო კარგად რომ იყოს, პირველი მინიშნება. ჩატოსნური მთა. ინებე. ციგნი თომას მანი, ჯადოსნური მთა, დალი ფანჯიკიძის თარგმანი. ითხოვს ირაკლი კეკელი. ზარმაცობს ირაკლი კეკელი და არკისხობს. ჯადოსნური მთა, მთებთან, ნუ მანამდე მახსოვს მე ცისფერი მთები, ანუ ტიაშანი როგორ პირველი ვეჯერზე გამოვიცენ და ვთქვია. ჯადოსნურ მთასთან რა შეიძლება ასოცირდებოდეს ჩვენთან საქართველოში და თომას მანთან კიდევ რა მოვლენა. რა მოვლენა არის ისეთი, რაც მთასთან ასოცირდება. საქართველოს ისტორიაში ჰობიტები ნამდვილად არ მყავდნენ, ხო? მოიცა. დარწბეჭდების საქართველოსაში არა. არა, საქართველოს ესე იგი შემეშალა. ხო. ანუ ესე იგი ჯადოსნური მთის ამბავი ეგ არ არის. იგი შეიძლება მიდინების ქარაფი, მაგრამ იქ ჯადოსნობა ნაკლებად არის. თუმცა ჯადოსნობა გონებრივი ამხელა რევოლუცია. ფაქტობრივად. მაგრამ ეგეც არ უნდა იყოს. თან რა უნდა თქვა მოვლენად რაღაც. ჯემალ ქარჩხაძემ დაწერა. იგის დაწერა. ხო. ანუ მიდინების ქარაფში გადაშვება. გადაშვება. კაი, მოდი ამ ეტაპზე თავ შევიკავებ თომას მანი, ესე იგი ეს არის ჯადოსნური მთა. ჯადოსნური მთა, ხო, ყველათ არ გადაგიშალეთ, რა თქმა უნდა. ოპ. მოსკარმაკ. რაც ვიმთენი რამე შეიძლება იყოს. ეხლა ამაზე. რა ვიცი. ამას აიქო ეს დრო ალბათ ფიქრობდი რაღაც რამე ხო არ წამოვიდა. არა. შეიძლება შეც მეორე კი, ყველა ვარიანტი. გადავიდეთ ამაც მეორე მინიშნებაზეო. მეორე მინიშნებაზე გადავიდეთ, კი ბატონო, რა პრობლემაა? მეორე მინიშნება. ეცნო რამე. არაფერი, ხო ფიქრობ? მოდი, უბრალოდ თვითონ იმ რაღაცის სახელი არ მახსოვს და ეხლა მაგრამ შემწყვება, მაგრამ
კაი, მოდი ჯერ მაინც ვერცია. იმსჯელე გაყევი ხო? მინდა გავიწყდეთ ეს ჯადოსნური ფახო არისა. ხო. მამას მაინც არ ვიცი არ წამეკითხავს პოსტოლი ვიქნები. კი ბატონო. არ სათავე წავიკითხე. კაი. ფიქრობ ეს ხო არ არის ობსერვატორიის გახსნა საქართველოში, იმიტომ რომ რაღაც მთის რაღაც სიუციდან ხომ არ აკვირდებიან თქო. ობსერვატორია გვაქვს, მე როგორც მახსოვს აბასთუმანში. ობსერვატორია აბასთუმანში. ხო, ეს არ ვიცი ხა აბასთუმანია თუ არ ნახობ. კაი, მოდი მაინც მე ვიტყვი ობსერვატორიის აშენება, პირველი ობსერვატორიის აშენება საქართველოში, თუმცა არ ვიცი პირველი აბასთუმანის იყო თუ რომელიმე სხვა იყო. პირველი ობსერვატორიის აშენება საქართველოში. ეს არის დავაფიქსირებ. პირველი ობსერვატორიის აშენება საქართველოში აფიქსირებ. დავაფიქსირებ. მისაღებია. მოიხსენი ანა? ამბობ? ხვე? იმსჯელა ფოტო გაშიფრა, რაღაცებს დააკვირდა, თუ გინდა მანამდე შენ მოგცემ, იქ რაღაც შენობების უცნაურ ფორმებს და ლიკანია ეს? დააფიქსირა, რა არისო შერავიარაუდე? ლიკანში ცოტა კიდე კილომეტრები უნდა გაიარო იქიდან. ოღონდ არა, აქამდე ბევრით უნდა გაიარო. ხო. მოკლედ 6-ით სამხდება ანგარიში. ეს სწორი პასუხია აბსოლუტურად. ეს არის ობსერვატორიის გახსნა საქართველოში. ეს არის გრინვიჩის ობსერვატორია. სოფლიოს ყველაზე ცნობილი ობსერვატორია. ეს ნამდვილად ეგ არის, ესეთი მრგვალი გუმბათი აქვს ყველა ობსერვატორია, რომელიც იხსნება და ტელესკოპი გადის იქით. აქ არის გრინვიჩის მერიდიანი გადის ოფიციალურად, ეს რო შეამჩნიე, ამის მიხედვით უზომავთ ყველა სასაათო სარტყელს. ხო. და მოკლედ აბასთუმნის ობსერვატორია იგულისხმებოდა ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს იყო შემდეგი მინიშნება. გული დამწყდა. აი ეს არის თავად ევგენი ხარაძე, პირველ აბასთუმნის ობსერვატორიაში პირველ ტელესკოპთან და ბოლო მინიშნება უკვე აი თელი სეზონი არ გახედე ხო? არც მე. არ გახედე. და მანამდე მურვაყროზე იმ დღეს რო ვიცანი თოინს ესედა კაი რა იმ დღეს ჩვენ ზუსტად იგივე ვისწრებთ. კაი. ვა. ნახოთ ობსერვატორიის შესახებ ვიდეო რგოლი. მოვლენა. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსება. თარიღი 1932 წლის 28 თებერვალი. დამაარსებელი პროფესორი ევგენი ხარაძე. საქმიანობა 1934 წელს ობსერვატორიას წყნარი ოკეანის აუზის ასტროფიზიკური ასოციაციის წევრად ირჩევენ. 2 წლის შემდეგ კი აბასთუმანში პროფესორ მენზელის თაოსნობით ასტრონომთა ჯგუფი ჩამოდის. 1942 წელს ამავე ობსერვატორიაში გიორგი თევზაძე მანამდე უცნობ 2 კუდიან ვარსკვლავ კომეტას აღმოაჩენს, რაც ქართველის მიერ შესრულებული პირველი ასტრონომიული აღმოჩენა ხდება. 2007 წელს აბასთუმნის ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ინტეგრირდება. თამაშს ვაგრძელებთ საქმით, რომელსაც პირველი ანა ითამაშებს, მაგრამ ჯერ ამისათვის უნდა ბუნებრივია მოგცე მინიშნება. თქვენი მანამდე გამოიწერეთ ახშიდან. მეც სულ აბა მინიშნება. მაგის ხმა ჩემარს. Უჩსაც თუ მოგშორდა მასანი. ინებე. საქმე, მოვლენა საქართველოს ისტორიიდან. საქართველოს. ეს ცნობილი ის არის, იმიდან მახსენდება ფილმიდან, ვენდეტადან და იქაც ვინმესია გამოყენებული, მაგდენ კი არის. საინტერესო კითხვაა, მაგრამ აქვს თუ არა უფლება გაქცე მაგრამ პასუხი. ვერ ვიპასუხე. თუ იქიდან არის, მაშინ რაღაცა აჯანყება, პროტესტი, ევოლუცია, მანდეთკენ მიდივართ, მაგრამ ნუ პირველ ჯერზე თავი შეიკავა. თავი შეიკავა. კი. ეს არის მიღები გრაფიკული ნოველიდან ვეანუ ვენდეტა. რომელზეც თუ სწორად მახსოვს გაი რიჩს აქვს გადაღებული ფილმი. ან შეიძლება ეს იყოს გაი რიჩის მიღები არ აქვს გავსი.
ეგ გრაფიკული ნოველა მაქვს აკითხული, მაგრამ ეხლა ვიხსენებ იქ რევოლუცია როდის ხდება ოქტომბერში თუ ნოემბერში და თუ ოქტომბერში ხდება, მაშინ ოქტომბრის რევოლუცია უნდა იყოს წესი და რიგით პასუხი. ალბათ. ლოგიკური ეგ იქნებოდა. საქართველოს ისტორიის მოვლენა არ არის მთლად ალბათ. მოკლედ ახლა ამ ეტაპზე ჩემი ვერსია იქნება რაღაცის რევოლუცია ან რაღაცის აჯანყება. კეთილი. ანა. თქვი? არა. ხა. არა, ვერსია თქვა უბრალოდ. მეორე მინიშნება. პოლონური ხო? ფილოსოფიის კითხვას მომგონიანი. რა არის? როგორც წერია რაღაც მოგონილი ამბანი. ხო, რაღაც საიდუმლო იმას გავს, ხო? ამ იმის ხო დავაკავშირებ რაღაცა აჯანყებასთან არის ბავშვში. ალბათ. მაგრამ რო არ ვიცი. და დრო კიდე თუ? არა. კაი. დაშა. ირაკლი? ეს არის რაღაცა კალიგრაფია, რაღაცა ასოები არის გამოწერილი. უბრალოდ იდეაში კირილიცას წააგავს, ან დიდრაფები თითქოს რუსული უნდა იყოს, მაგრამ ამავდროულად რაღაც ძალიან ბევრი ის აქვს. ბევრნაირი მოხაზულობა. ხო, რომელიც თავზე დაყვება, რაც არ ვიცი რამდენად ეგ არის. ფილადელფოს კიკნაძის მოგონილი ამბანი. გასაგებია მოგა. ხო. ბარემ წამეკით. კი ბატონო, ჩასულიყო. ვერ დავასახელებ სამწუხაროდ და შემთხვევა, მაგრამ ეს არის შეთქმულთა აჯანყების ისტორია, ანუ მოვლენა. რატომაც თუ არ ვიცი რა მახეთ თუ აღასწევად, მაგრამ მაინც ალბათ უფრო ახლოს ვებიღო, კოტე აფხაზეთ შეიძლება ფიგურირებდეს ამ ისტორიაში, შეიძლება ვცდები და მე-20 საუკუნის ძალიან დასაწყისი პერიოდი არის, თუ სწორად მახსოვს. ოკეი, ანუ საბოლოო ვერსია რო დამიფიქსირო, რა არის? საბოლოო ვერსია არის აჯანყება, რომლის თარიღსაც ვერ ვიტყვი, როგორც უკვე ვთქვი, მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა ეს აჯანყება. აქვე იმასაც დავამატებ, რომ აჯანყება რამდენადაც მე მახსოვს იყო წარუმატებელი და შეიძლება წარუმატებელი იყო ეგ მოსის. კოტე აფხაზი რო ფიგურირებს ამ აჯანყებაში, ეგ ვიცია. რატომღაც მახსოვს, რომ ან მეთაურობდა, ან რაღაც გავსინო მოკლედ ფიგურირებს ამ აჯანყებაში. სამწუხაროდ, ჩემს ისტორიის მარტო აზალეჟა ვარ მასწავლე და სხვაებიც იყვნენ, იმედია ძალიან არ შევარცხვინა. ანა, მოიცანი ყურსასმენი. დააფიქსირა ირაკლიმ თავისი ვერსია, ახსნა რომელ მოვლენაზეა საუბარი და არ არის ეს სწორი პასუხი ირაკლი, არ არის ეს სწორი პასუხი, ამიტომ ეს ორივე მინიშნება და შენ და მესამე მინიშნება უნდა მოგცე. ხო ასეა? კი. მესამე მინიშნება. არ გეცნობა. არჩი. თუ გინდა მაინც წამები გამოიყენე, თუ გინდა მე-20 მინიშნებაზე გადა. არა, გადავიდეთ. გადავიდეთ. ხო. ვიცი რამდენი მახსნევინეს და თურმე ბოლოს არასწორი ყოფილა. იყო მან რაღაცა. რასაც წვალებდით. ჩასაჭიდი. და იმით სიმართლის მარცვალე. სიმართლის მარცვალე იყო, მაგრამ როგორც მე ვერ ჩამოვა ყალიბე იქ. კი, ეგეთი ამბავი იყო. ხო, ჩაკრულო და წინ. დასმენის წერილი. როგორც ჩვენ აღნიშნე, დაასმენეს. გასული წლის აგვისტოში ჩემთან მოსულმა თავადმა თეიმურაზ ამილახვარობა მითხრა: მე მინდა შენ გაგანდო დიდი საიდუმლოება და ვიმედოვნებ შენ ამას გულში საიდუმლოდვე შეინახავ. ჩვენ გვქონდა განზრახვა გაგვეყარა რუსები საქართველოდან. მე კი უთხარი მათ, რომ თქვენ იცით იმპერატორი ყოვლად ძლიერია. როგორ შეგვიძლიან ჩვენ ასეთი დიდი საქმის გადაწყვეტა და ვინ არიან ჩვენი თანაგანზრახველნი? გური საჯანყება შეიძლება რაღაც ხო. აჯანყებებში ტრიალებთ და ვიჩერთ ფაქტობრივად აჯანყებები. არ ვიცი რა ქვია, რა და რა ერქვა. ნუ იმპერატორიო ჯერ კიდევ ეს არის.
37-იანების დასმენის ამბავი არ არის. უფრო ხო, ადრინდელი პერიოდია და აჯანყება. იყოს გურის აჯანყება. საბოლოოში. ხო. გურიის აჯანყება. ხო. არც ეს არის სწორი პასუხი. საქმე რაშია? ნამდვილად თავისიანმა გაყიდა ეს აჯანყება არც მომხდარა, მანამდე გაყიდეს. სწორედ ამიტომ ამ მოვლენას ხშირად მოიხსენებენ ხოლმე მარტივი სახელით შეთქმულება. ხო, ანუ რაც ვახსენე. ოღონდ ეს იყო 1832 წელს, სკოტი აფხაზის საერთოდ დაბადებულიც არ იყო, მაგ დროს სულ სხვა შეთქმულებაზეა. სხვაუბარი, ირაკლი თქვა შეთქმულთა აჯანყება, მაგრამ ახსენა მე-20 საუკუნის დასაწყისი და იმიტომ დაბადებული არ ჩაუთვალეთ პასუხი. ხო, ვერ ჩაუთვლით. 1832 წელი ეს არის სოლომონ დოდაშვილი. სოლომონ დოდაშვილი. ბოლოს ბარათაშვილის მასწავლებელი და დიდი ფილოსოფოსი და სწავლული იმ პერიოდის ქართველი. საიდუმლო ფილადელფოს კიკნაძეც იყო მონაწილე ამ შეთქმულების, ასევე მან მოიგონა მთელი რიგი წესებისა, რომელსაც ქვია აქტი გონიერი და ნიღაბი, რა თქმა უნდა, შეთქმულების სიმბოლოა. გაი ფოქსის ნიღაბია. გაი ფოქსის და რა რიჩის, გაი რიჩი. რომელიც გამოიყენა ალან მურმა თავის ცნობილ გაი რიჩი. გაი ფოქსის ნიღაბი ნოემბერში იყო ის შეთქმულება ინგლისში. დენტის შეთქმულება. კაი, ნახოთ 1832 წლის შეთქმულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია. მოვლენა 1832 წლის შეთქმულება. მიზანი: საქართველოდან რუსეთის იმპერიის განდევნა და დამოუკიდებლობის მოპოვება. ორგანიზატორები: ელიზბარ ერისთავი, სოლომონ დოდაშვილი, დიმიტრი და ოქროპირ ბატონიშვილები, ალექსანდრე ორბელიანი და სხვანი. მნიშვნელოვანი დოკუმენტები: პირველი ღამის განკარგულება და აქტი გონიური. მარცხი: აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე თავადი იესე ფალავანდიშვილის შეთქმულებას ზმის ზეწოლის გამორჩეული წერილით გასცემს. სასჯელი: შეთქმულების ლიდერებს საქართველოდან ასახლებენ. თამაშს ვაგრძელებთ იმისათვის, რომ კიდევ ერთი საქმე გამოვიძიოთ. ან კიდევ ერთი საქმე ვერ გამოვიძიოთ. გააჩნია როგორ გამიტარდება მოვლენები, მაგრამ ამ საქმის გამოსაძიებლად უნდა მოვისმინოთ აუდიო. აი გარი. პირიქით შემჭრა. მე ვშელო? ეს არის, ესე იგი. ხოჭოების არა, უბრალოდ ეს თქვი. კი ბატონო. აი ხოჭოების. The Beatles-ის Imagine წარმოიდგინე. მოვლენა Imagine there's no people, imagine there's no heaven. ნუ საუბარი იმაზე არის, რომ თუ კი არ იქნება არანაირი განსხვავებულობა ბევრ რამეს ჩამოთვლილი ძალიან ბევრი რამ არის სიმღერის განმავლობაში ჩამოთვლილი და ანუ ზოგადად საქართველო ისტორიულად ძალიან ტოლერანტული იყო ყველა რელიგიის კონფესიის წარმომადგენლის მიმართ ამასთან ერთად ბევრმა არ ვიცი რატო არ იცის მაგრამ ძალიან ბევრს უყვირს ხოლმე როცა ვეუბნები რომ ჩვენს ქვეყანას სახელმწიფო რელიგია არ აქვს ბევრს გონია რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა არის სახელმწიფო რელიგია ოფიციალურად ფიქსირებული ხო რა მოვლენა შეიძლება იყოს მოვლენა სადაც უნდა წარმოიდგინო რომ არ არსებობს არც ესეთი კითხვა რო დავსვა თქვენთან აბა სიმღერის კონკრეტულად ეს მონაკვეთი არის მნიშვნელოვანი თუ თავად სიმღერა იმიტომ რომ კონკრეტულად ამ მონაკვეთში მხოლოდ heaven-ზე ანუ რაღაც 64 აჰა თავად სიმღერა ხო ოკეი ის მონაკვეთი მოგესმენთ რომელთაც დაასაწყობია რაღაცა ისეთი მოვლენა რამაც ხიჩატეხილობა შეიძლება გააქრო ხალხს შორის რაღაც მსგავსი შეიძლება იყოს მე მხოლოდ ემოციები ჩამოეფება ხიჩატეხილობა ეხლა უნდა გავიხსენო ეგ გამბავი არის რაღაც მსგავს იმაშვები რა ანუ ხიჩატეხილობა ან შეიძლება სოციალური უთანასწორობა გათანაბრა ან საბჭოთა კავშირის დაშლა ხო არ არის თქო მაგას ვფიქრობ იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში პრინციპში მაგას გეუბნებოდნენ რომ 64 არსებობს ის არსებობს ეს არსებობს მაგრამ აი მოდი ამ ეტაპზე თავ შევიკავებ მაგრამ რაღაცა ეს ხიჩატეხილობის და სოციალური უთანასწორობის პრობლემის აღმოფხვრის მოვლენა უნდა იყოს ჩემი აზრით ხო რა ანა
არაფერი არ დავფიქსირებია ირაკლის. არც მე დავაფიქსირებ, იმიტომ რომ ხო რა, არ ვიცი, Beatles. ნუ, ცნობილი სიმღერა. ხო. რაღაც კეთილი ტექსტით, მაგრამ არაფერს ხო, საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით. რასთან არის კავშირი ტექსტთან, პერიოდთან, თვითონ Beatles-ებთან ალბათ არ იქნება. არ ვიცი. როგორც ირაკლის უთხარი შენც გეტყვი, რომ კონკრეტულად ამ მონაკვეთს, ანუ ზოგადად ეს სიმღერა მინიშნება. ოკეი. ტექსტის ეს ნაწილი არის. მონაკვეთზე, ამ მონაკვეთზე გააკეთე აქცენტი მაგას. თუ გინდა მეორე მინიშნებაზე გადავიდეთ. გადავიდეთ. კი. ირაკლი. მეორე მინიშნება არის უკვე ვიდეო და ნახოთ ეს ვიდეო მეგობრებო. ესე იგი ეს მაგით არის ევროპა. გასაგებია? ესე იგი ჩვენ ვართ აიაკ. პარიზში. მე მხავს სანახავი მიკი. რომელიც არის აიაკ ბერლინში. წამოვიდა შენი ფოტოაპარატი და რაიხსტაგის სახურავზე გადაგიღებ სურათს. დანიაში წევია რა. აზარი არის. ამსტერდამშიც გავიარო. აბარა. ვან გოგის მუზეუმში შევალთ. გაცირებულად. ანა ყურსასვენები. ნანახი გაქვს? ევროტორია ხო მაგ? მე არ გეტყვი, მაგრამ თუ ევროტორია მაშინ კი. და აპირებენ ხალხი გონი იტალიაში მიდიან არ მახსოვს. ან რაღაც ბავშვობაში მაქვს ნანახი. ხო. გადახვევანებული ფილმია ეს რა. ხო. და კაი, მოდი ესე იგი, რაიხსტაგი ახსენეს, რაიხსტაგზე დროშა დავარჭოთო. ეხა მელიტონ კანთარიამ რო დროშა დაარჭო, ისიც დაარჭო თუ არ დაარჭო, კაცშვილმა არის უბრალოდ სტალინს გაუსწორებს ბჭყალებში, მე ასე ვიცი. ეგ ზუსტად არ არის ცნობილი. არ ვიცი. კაი, თან პლუს ამასთან ერთად ევროპის ქვეყნებში მიდიან. შესაბამისად რაღაც საზღვრები იხსნება, ეგ ამბავი უნდა იყოს წესი და რიგით და საზღვრები გაიხსნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. და საქართველოს ისტორიაში და საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაც მოხდა სამწუხაროდ ბევრჯერ მოგვიწია დაბრუნება, იყო. ჩვენი წესებიდან გამომდინარე, რომ დამოუკიდებლობის აღდგენა უკვე გქონდა კითხვა. ვიზა ლიბერალიზაციის მიღება იყოს მაშინ ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ჩემი ვერსია, რომელსაც არ დავაფიქსირებ. გეგონა ვაფიქსირებდი. მეც მეგონა, იცი თავიდან, ანუ რაღაცა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ევროპული სახელმწიფო ჩამოთვალა, რომელშიც მანამდე არ შეგვეძლო წასვლა, ახლა შეგვიძლია და ვიზა ლიბერალიზაციას მივაწვევი, იმიტომ რომ იქ არ ვიცი Imagine There's No Borders არის თუ არა, მაგრამ წესით ეგეც უნდა წარმოიდგინო, რომ საზღვრებიც არ არსებობს მაშინ. არ დააფიქსირებ, თავ შეიკავ, უბრალოდ ვერსიას მიზიარ. კეთილი, ანა. არ დააფიქსირე, ირაკლიმ რაღაც ვერსია გამიზიარა, რომელსაც ფიქრობს, აი ხა უცებ ვიფიქრე. საერთოდ უცებ. ვიზა ლიბერალიზაციაზე პარლამენტი მეთქი რაღაც Imagine all the people და ყველა ერთად. აბა რა ხო ამ? აი ვერ ხვდები ევროტური ხო? რაღაცა თვალიანს. კი. ქართული გახმოვანებით? ნაწილი ამ ქართული გახმოვანების, რომელიც თითქმის ემთხვევა ორიგინალს. ორიგინალს და რომელშიც ცენზურა დაცულია. ხო. ო საყვარელია. ხო დაუვადა ზარითახად. არ ვიცი, არ ვარ თავს შევიკავ. თავს შეიკავ, ანუ არ გაიგე. ანუ ფიქრობ რაც თქვი ისე ვერ ვხვდები, სხვა ვერაფერს ვეხსენებ ისეთ კი ხელმოსაჭიდ მომენტს ამ ევროტურში საქართველოში მომხდარ რაიმე მოვლენასთან დაკავშირებით, რაღაცა евро მაპის მიღება. არ მეკუთვნია თორე. მიღების ხო. არ ვიცი, გადაწყვეტილება შეიძლება. არ დაველოდები. შეიძლება. ხო. კი. კეთილი. ნება შენ.
არც ანამ დააფიქსირა ვერსია და ახლა კი უნდა გადავწყვე ჩემ სამხელთა საკაღალდეს. აუ რაღაც პერფორმანსი გველოდებით შეგდება. მიხაროს ცეცხლი. პირველი ორი ისეთი იყო, აი რაღაცნაირი. პირველი რა იყო კი არ მახსოვს. რაღაც მოვისმინეთ, ხო? ხო. Imagine. ზარი მესამე მინიშნე. დავაფიქსირებ პარემ პასუხს. არა, გაიკეთე. ხო, კურსასმენები გაიკეთეს და მე რა დარწმუნებული ვიყო. ანუ რადგან წინაზეც ვივარაუდე, ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის მიღების, რავი, აქტი, მაგას რა ქვია, ვიცი, იმიტომ რომ საქართველოს არის გალურჯებული, ეს კი ის მწვანედ არის ის სახელმწიფოები, რომლებშიც შეგვიძლია შესვლა, თუმცა რაღაც გაოდნავ განსხვავებული ფერებიც არის ამ რუკის აგენდა, არ ვიცი, ლეგენდა. ხო. მაგრამ რაღაც სახელმწიფოები არის, სადაც ალბათ კიდე დამატებით ვაქცინა უნდა გაიგოთ. ან რაღაც გავს. ავსტრალიაში მაგალითად 4 მეტრიან მაუბობამ რომ არ გიკვიროს, ვერ წახვალ. ჯობია არ წახვალ. ხო, ანუ საქართველოს ლურჯად არის, სხვა დანარჩენი მწვანედ, მწვანეს გრადაცია. ხო, მწვანეს გრადაციები და გამდინარე ვარაუდობ რომ ვიზა ლიბერალიზაციაზე საუბარი. ანუ ეს უვიზო მიმოსვლის. რან არ დააფიქსირე, მაგრამ აფიქსირე. კი, ახლა ვაფიქსირებ, რა თქმა უნდა. კეთილი. დააფიქსირა ამჯერად ირაკლიმ თავისი ვერსია. შენი ვერსია, ასევე რომელიც არ დააფიქსირე წეღან. მან დააფიქსირა. და ნუ ეს იმიტომ გითხარით რომ ეს სწორი პასუხია, ეს სწორი პასუხია აბსოლუტურად. ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც საქართველოსთვის ევროტურ, რა თქმა უნდა, ევროპაში ტურს გეგმავთ. მე მგონი ვიზა ლიბერალიზაციის მერე ყველა მეგრე დავითხრე დაგეგმა ხო? თქვი რა. ბერლინში დავალთ, იქიდან იქ გადავალთ. ხო. მანამდე მაგ ქალაქების მოსავლელად დაგჭირდებოდა 7000 გაღალდის ამობეჭდვა, მერე სხვადასხვაგან მისვლა და ასე შემდეგ. კი არის, ლიტვაში მივდიოდით, დებატების ის იყო. ვიყავი, მაშინ ვიყავი მან მე-9 მეათეში. ხო, რა ჩვენ საელჩოში ვირბინეთ. მაგარი საწოლებია. კატასტროფა იყო. ანგარიშზე ფულის დადება მორიგეობით. ბოლო მინიშნებას გაჩვენებთ. აგე დავფრინდეთ აქედან ყველანი სადაც გინდათ. ბერლინში სხვათა შორის. ბერლინია მან ზუსტად კი ბატონო. როგორ მოხდა ვიზა ლიბერალიზაცია? როგორ მოხდა და ნახოთ. მოვლენა, ვიზა ლიბერალიზაცია, მიღების პროცესი. საქართველოს 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აწერს ხელს. 2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტი ოფიციალურად უჭერს მხარს საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას. არსი. ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონის ტერიტორიაზე მყოფ 29 ქვეყანასთან მოკლებადიანი ვიზიტით უვიზოდ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას გულისხმობს. ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღე გაატარონ. თამაშს ვაგრძელებთ ვერდიქტის რაუნდით. 8-3 ანგარიში, თეორიული შანსი შენარჩუნებული აქვს ანას და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მოამზადეთ თქვენი დაფები, მეგობრებო. პირველი ვერდიქტი. ამდენ სიტყვას შეიცავს 1629 წელს ქალაქ რომში გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი. იტალიურ-ქართული. ეს ხო პირველი წიგნი, რომელშიც ქართული ენა ფიგურირება. გამოცემული, დაბეჭდილი. აბა 10000. 10000, 30000. იმედია სეზონის ბოლოს ეს იქნება ჩვენი გამომწერთა რაოდენობა, ხოლო რაც შეეხება სწორბახსოვს, ეს არის 3084, პატარა მაშინ რამდენი საშუალება, რა თქმა უნდა, და ერთი ქულა ირაკლის, რაც ნიშნავს, რომ მოიგე ეს თამაში. თუმცა ვითამაშეთ ვერდიქტი ბოლომდე. სამხედრო ცენტრის ამდენი წევრი დააპატიმრეს და მოგვიანებით დახვრიტეს 1923 წელს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. 1923? 23. 26 რა გეთქვა. 3 წლის. აბა? დააპატიმრეს და მოგვიანებით დახვრიტეს. ეს დავწერე და მოდი და შევცვლი, მაინც ძალიან ახლოს არის რაღაცა სხვასთან. ეს იყოს. კაი. მწყვეტი აღარ არის. კაი. 30 და 44.
სწორი პასუხია 15. ეს ანის ქულა ამ შემთხვევაში. მესამე ვერდიქტი. 506 წლისთვის ამდენი საეპისკოპოსო იყო ქართლში. 506 წლის მომენტისთვის. ამდენი საეპისკოპოსო იყო ქართლში. ქართლში? 3, 4. 5, რასტო. 4 უფრო ახლოს არის სწორი პასუხია 33 მეგობრებო. კი, ძალიან ისე ერთბაშად მიიღეთ. არჩი, ხო, ნუ ისე უცებ მოხდა პრინციპში. კი. ფიდეს მიხედვით, ანუ საჭადრაკო ფედერაციის მიხედვით, რა იყო ბაადურ ჯობავას მაქსიმალური რეიტინგი, რაც არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი. უკანახე რა იქნება. რა ვიცი ცოტა 2200-სა და 2500 შორის უნდა იყოს ჩემი ერთ. 2300 დავწერ მე. შენ 301-ს დავწერ. აი სადგაჯობა. მართლა? ეს არის 2724. აი. ვა, ისეთი მაღალი ვიდეოს ყო რა. სტატიკის რეიტინგი 2700 ცდება ხო. ვაუ. ოკეი. 2800. მე დავიმახსოვრე, სად შეიძლება იმოძრავს. ცოტა საკმარა არის 800-ს დემილი რამდენიმე. არაბებმა 820-იან წლებში დამსჯელი ლაშქრობა მოაწყვეს ჰერეთში და დააკისრეს ხარკი წლიურად ამდენი დირჰემი. წლიური, ხო? წლიურად რამდენი დირჰემი უნდა გადაეხადოს? თავიდან 300.000 მეწენა, მაგრამ 3 მილიონი და 3 მილიონი 4000. ვახ. ამ რიცხვს უფრო მეტი სიახლოვე აქვს 4000-თან, იმიტომ რომ ეს არის 500.000. დაგეწერა 300.000 და უფრო სწორი იქნება. ხო, 500.000 დირჰემი. და ბოლო. სულ რამდენი მუხლია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციაში? 100? 18. 159 მუხლია. ეს ადასკულაა და 11-6 ანგარიშით ირაკლი ბრავო. მაგზის მეორე სეზონის ბრინჯაოს მეტოქე იყავი. პრიზიორი ხდება ირაკლი კეკელია და მიიღებს რა თქმა უნდა ჯილდოთ ფულად პრიზს ჩვენგან სიმბოლურად და ანა მადლობა ძალიან საინტერესო სეზონისთვის. მართალია დამარცხდი სამწუხაროდ ამ თამაში, მაგრამ მე მგონი კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეაყვარე თავი. თავეთე მისი ემოვლე. სეზონის გამორჩეული მსჯელობები და გასვლები შემოგთავაზე და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ჩემი მადლობების კასკადი ასევე ბიბლუს, რომელიც მაძიებლის მეორე სეზონის პარტნიორია, PSP-ს, რომელიც ჩვენი მხარდამჭერია, Click Productions, რომელიც იღებს მაძიებელს და Heima Productions, რომელიც მუსიკალურად გვაფორმებს. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. ბევრი კომენტარი, ბევრი ლაიქი და წარმატება მას. ძალიან დიდი მადლობა. კომენტარებიც დაგვიტოვეთ, ძალიან გვიხარია კომენტარები რო. და დაელოდეთ ფინალს ვახოს წინააღმდეგ. შევხვდებით ერთმანეთს ფინალში. კრამერის წინააღმდეგ. Bravo! Mადლობა!